მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის შედევრი ლანკაშირის ხელოვნების გალერეაში გამოიფინა. ბლეკპულის გრანდის ხელოვნების გალერეა შეირჩა 4 ადგილიდან ერთ-ერთად, სადაც ლონდონის ეროვნული გალერეის მიერ ორგანიზებული ეროვნული ტურის ფარგლებში 1872 წელს შექმნილი ნახატი, სენის პატარა შენაკადი არჟანტეილში გამოიფინა. ტილოზე ასახულია ზამთრის მშვიდი, ნისლიანი დღე პარიზის გარეუბან არჟანტეილში. მონემ ყურადღება მდინარის სრულ სიმშვიდესა და იზოლირებულობაზე გაამახვილა. კომპოზიციაზე დომინირებს ნაცრისფერი და იასამნისფერი გრილი ტონები, რომლებიც მოღრუბლული ცის მანათობელ ეფექტს ქმნის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია წყალზე არეკლილ ხეებსა და ცაზე, რაც მონეს ხელწერის მთავარი სავიზიტო ბარათია. აქ თითქოს კულტურის ისტორია თავდაყირადგება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მონემ დრო გააჩერა. ზამთრის ცივი დღე, ნისლიანი იასამნისფერი ცა და წყლის საოცარი არეკლა, რომელიც რეალურზე უფრო ცოცხლად გამოიყურება მისტიკურ ელფერს იწენს. მონემ შეცვალა ის თუ როგორ აღვიქვამთ სინათლეს და ფერებს. ეს ორიგინალი ტილო სპეციალური ტურნეს ფარგლებში მხოლოდ 13 ივნისამდე დარჩება გამოფენილი. რის შემდეგაც კვლავ ლონდონში დააბრუნებენ. რომელია კლოდ მონეს შენი ფავორიტი ტილო? დაწერე კომენტარებში.